მოგესალმებით ყველას, მოდით მოვამზადოთ უგემრიელესი შოთის პურები, რომელიც მზადდება ღუმელში. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. თასში მოვატესოთ გაცრელი ფქვილი. დავუმატოთ მარილი, ასევე შაქარი და მშრალი საფუარი. გადავურევთ ყველაფერი კარგად. დავუმატოთ თბილი წყალი. მოვზილოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის სომი. მიღებული ცომი გადმოვიტანოთ შენგუმში სამუშაო მაგიდაზე. დავამუშავოთ 5 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ მოზლილი ცომი გადმოვიტანოთ თაში. დაგჭირდება ფრეკენბუკის გადასაკრავი პარკი. ფრეკენბუკი უკრაინული ბრენდია, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. გადასაკრავი პარკი გადავაკრათ თას. ავაფუოთ თბილ ადგილას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. 40 წუთის შემდგომ აფუებულ ცომს მოვაყაროთ ზედაპირზე ფქვილი. გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. დავამუშავოთ ცომი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. მიღებული ცომი გავყოთ 100 გრამიან გუნდებად. ყოველი ცომის გუნდა ხელის დახმარებით მოვაგუნდაოთ. შენგუმში კი დავასვენოთ 10 წუთის განმავლობაში. ზედაპირზე არ დაგვაუწყდეს გადავაკრათ გადასაკრავი პარკი, რათა არ გამოგვიშრეს ცომი. დასვენებული ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. გავარტყელოთ ხელი და შენგუმში შევახუოთ ხვევლისებურად. ცომის დაბოლოება ხელის დახმარებით გავიყვანოთ. შენგუმში ცოტა ოდენად დავპრესოთ და მოვათასოთ ლანგარზე. გავუკვეთოთ ნასვრეთი და გამოვასხოთ 250 გრადუსზე. ვაწყობთ ოქროსფერ ზედაპირამდე დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. პურის ვიზუალს აკონტროლებს თქვენი გემოვნების და მიხედვით. შეგიძლიათ მოწვეტო გააკეთოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ფუმფულა. ეს თქვენზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ესეთი არაჩვეულებრივი შოთის პურები გამოგვივიდა.